მოგესალმებით დილა მშვიდობის. ჩემი დილა იწყება ქათმებით. გამოვუშვი ერთი პარტია ქათმების. დღეში არიან, ესე იგი ცალ-ცალკე მიწევს მიამათი გამოშვება. დეჭამეს ერთმანეთი. წადი გაისვირი. ეს 2 წლის ქათმები. გუშინ ახმეტაში მყავდნენ. ვიფიქრე ძველ ქათმებს მოვიშორებ თქო, მაგრამ ვერ გავყიდე. ყველა რა თქმა უნდა მოიხიბლა მათი სილამაზით, მაგრამ ეძვირათ. იაფად კიდე არ მოვინდომე გაყიდვა, ისე სახლში მყავდეს. ჩვენი მთები დღეს ასე გამოიყურება. ესე ყოველ დღე წვიმს. გუშინაც შუა დღემდე ისეთი სიცხე იყო, ისეთი სიცხე და მერე გაწვიმდა. გავისეირნოთ ბაღში, ნახოთ რა სიტუაცია გვაქვს ბაღში, ბოსტანში. წაგიყვანთ თქვენს ჩემთან ერთად. გუშინ ახმეტაში ჩითილები ვიყიდე ბოსტანში. წიწა, კარეხანი დავყი. ჩიპენდეილი აწია. ჩემი ჩაკალმებული. ეს ლაშქარი დავტოვე. ძალიან კი ედება ეზოში, მაგრამ აქ ლამაზად იყოს თქო, ვიფიქრე ვარდებში. აქ კი ვცდილობ ხოლმე სულ სადაც დავინახავ მოვგლიჩო. აქ ასეთი სილამაზე გვაქვს. ძირითადად ვარდები ჯერ არ ყვავიან. ერთეულები ისევ. არა, დღეს უკვე 18 მაისი გვაქვს. Golden Celebration-ის აქ ალურჩის ქვეშ არის ჩრდილში. ჯერ კუკრებშია. აი ერთ ეზოში. მაგრამ სხვადასხვა ადგილას არის დარგული და რა მნიშვნელობა აქვს. ესე იგი აქ არის სრული ჩრდილი რო ვთქვა არა, მაგრამ ჩრდილია მაინც, ამიტომ ჯერ არ დაუწყვიათ ყვავილობა. სამაგიეროდ გზებით გვარდებში სრული მზი არის და გადაპინტილია. მივალთ იქამდეც. აქ ძირითადად დღეისთვის ზამბახების ყვავილობაა. ზამბახები ყვავიან, მახარები. ესეთი სილამაზეა. იწყეს უკვე ნელა თურქულმა მიხაკებმა ყვავილობა. გზა ჯერ არ გაუკეთებიათ, ისევ ასეთი ათხრილები ვართ. გულამაზად არის და
ეს ზამბახები ხო მასიურად ყვავის. აქეთ ვარდებისკენ გადმოვინაცვლოთ, აი აქ უკვე დაიწყეს ეს ნონა. ვინც ჩემთან პირველად ხართ არხზე, პირველად მიყურებთ, ბევრი ვარდები მეორდება. ხარ ვთქვა რომ მე აქ საკოლექციო ვარდები მაქვს, იშვიათი ჯიშის არა. თან ბევრი ვარდი მეორდება. მე თვითონ ვაკალმებ, ამიტომ ძალიან ბევრი ერთნაირი ვარდი მაქვს. რამხელა ყვავილები გაიკეთა. ეს Golden Celebration. კაცის მზე უდგება კარგად და რამხელა ბუჩქი მაქვს აქ გაკეთებული. რამოდენიმე ძირი მაქვს ჩარგული, ძალიან ადვილად კალმდება ეს ვარდიც. აქედან მხოლოდ შავი ვარდი ყვავის ჯერჯერობით. უკვე ჩაყვავილდა კიდეც ზოგიერთი. ძალიან სურნელოვანი ვარდია. შოშანები. მე როგორ გამოიყურება უკვე ძველი ვარდი. მოსაწყვეტია. მწვანე ვარდს აქვს უკვე დიდი ბუტონები, ალბათ მალე დაიწყებს ყვავილობას. ვარდები ამით გაყვავებული ვარდები ამით დამთავრდა ამ მხარეს. ეს ნახეთ რამხელა გაიზარდა გიგანტი. შეცდომა დავუშვი, მომავალწეს ძალიან დაბლა გადავწე. ოხ, მორგის, არ მომახდე, დაჯექი. ოჩა, კიდევ დაჯექი. ოხ, შეხული, გაიქეცი პატრონთან. მეუღლის ძაღლი, გაიზარდა ჩვენი რექსი. ჰორტენზიები. აქ ერთი და იგივე ზამბახები მოხვდნენ გვერდ. ესე იგი რამდენჯერაც ავაყენებ, იმდენჯერ იქცევია. არა ჩერდება. წავიდეთ ჩვენს სილამაზესთან, ჩემს ფავორიტთან. აქ ვედროთი მიდგა, რკინები მიყრია ვედროში და წყალს ვასხავ ხოლმე, ჟანგიანი წყალი იყოს, ჰორტენზიებს უსხავ. რკინის უკმარისობა რომ არ გქონდეს. ხულიგნობს ჩემი მწვანილები. ჩემი ბოსტანი, რეჰანი, წიწაკები დავრგეთ. იმედია წელს მართლა ბულგარული წიწაკა მექნება. ესე იგი უკვე მესამე წელია სუნწარი წიწაკა გამომდის. არა და ყოველთვის მეუბნებიან ბულგარულიაო. კიტრი.
კიტრიც დავრგე. პამიდორი, ნახეთ რამხელა ორმოები დავთხარე. მეუღლემ კი მასხარად ამიგდო რა არის გადათხარე მთელი ბოსტანი. აი ასე უნდა ღრმად, არც ცხელად, მშვენივრად არის რომ წამოიზრდებიან, მივაყრი მერე კიდევ მიწას. ეს მეზობელმა თესლი მომცა, გარდენიაში ნაყიდი, ხარის გულა, პამიდორი მექნება წელს, ვნახოთ რა იქნება. მეზობელი მოხიბლული იყო, ძალიან მოეწონა. თქვა უგემრიელესი პამიდორი იყო და თელს მეზობლებს დაგვირიგა მერე თესლი. ისე რომ წელს ყველას ეს ხარის გულა პამიდორი გვექნება. დავუბრუნდეთ ჩვენს ვარდებს. და აგერ ჩიპენდეილი, ახლა მივალთ. ეს არის უბრალო წითელი, მაგრამ ძალიან სურნელოვანი ვარდი. ადრე ამას ვეძახდი სულ კრასნაია მოსკვას, რატომღაც არ ვიცი. კრასნაია მოსკვა მეგონა, მაგრამ მე მეზობლებმა მაჩვენეს როგორი არის ნამდვილი კრასნაია მოსკვა. აღარ ვეძახი. ეს ციგანკა ან არლეკინე სხვადასხვა ფერის არის. ერთ-ერთი პირველი გაყვავდა. იმედი ის როგორ ლამაზად არის. ნახეთ ასე ლამაზია. ეს გიფსაფილები, ეს ჩემი დათესი, თავისით რომლებიც ამოვიდა უკვე იმხელებია. გაჩვენებთ ყვავის კიდეს. ეს ვარდი მეზობელმა მომცა. ძალიან ლამაზი არის, მომწონს სახელი, რა თქმა უნდა, არ ვიცი. ისინი ჩვეულებრივი წითელი ვარდებია. ბევრი ძირი მაქვს, ძალიან კარგად მრავლდება. ოხ, ისინია მომივიდა, რა მოხდა რა. დაიწყო ყვავილობა ლიხნისმა. მასიურად რო ყვავის, მაშინ ლამაზი არის ხოლმე. ეს ნონა. ისე გუშინ ახმეტაში ჰქონდათ გამოტანილი. ყიდიდნენ ამ ლიხნის, მაგრამ ვკითხე არც მათ იცოდნენ ქართული სახელი რა ქვია ამ ყვავილს. რუსულად ლიხნისი არის და ამიტომ ეს ასე ვეძახი. ოხ, ხელია შეუშალეთ. ჩვენი ლამაზი ვარდი. ეს ახალი გაყვავებულებია. გული როგორი აქვს. მერე კი აი ასეთი ვარდისფერი ხდება. ეს იქნება ახლა უკვე ვთვლი, შარშა მქონდა ეს ვარდი. 2 წელია მე ჩემს ეზოში ცხოვრობს. და რამდენ წლიანი ნერგი იყო რომ ვიყიდი, არ ვიცი. ის მინდა ვთქვა რომ ამ ხელა გაიზარდა. ჩემზე მაღალია. გვერდით Golden Celebration. შორიდან გადავუღებ. აი ასეთი გაიზარდა, ესეც
გასხლული მქონდა საშუალოდ არ ვიტყვი ძალიან დაბლა გადავჭერი თქო აი ამ ხილა გაიზარდა უკვე მთელი ზაფხული წინ გვაქვს უფრო დიდი გაიზრდება როგორი მოღრუბლულიცა არის ისევ ამ შეცდომას ვუშვებ წელს ბილიქზე ყვავილები ამოვიდა და დამენანა დაგლეჯვა მალე აქ უკვე ვეღარ გავივლი ვეღარ ვივლი იყოს ის ერთჯერადი ყვავილებია გაგვახარებს ზაფხულში თავისი სილამაზით დაიმალა ზეგანი რამხელა ყვავილები აქვს ხელთან შედარებით ახლა ფოკუსირდება თავიდან იცის ასეთი დიდი ყვავილები შემდეგ მთელი ზაფხული კი ყვავის მაგრამ ასეთი დიდი ყვავილები აღარ ექნება თურქული მიხაკი ტრაქციული ჩემი გიფსოფილა ვარდისფერი გიფსოფილა და კვინ ელიზაბეტი ეს ვარდისფერი შესანიშნავი დუეტი გამოდის ერთად და მეთანხმეთ ისევ და ისევ ნონა არის მწვანე ვარდი ძალიან ავადმყოფი ეხლა კი მშვენივრად გამოიყურება მაგრამ ზაფხულში საერთოდ მე უფოთლოდ დგას ხოლმე შავლაქიანობისკენ აქვს მისწრაფება აქ სრული მზი არის და ამიტომ აქ უფრო მალე გაყვავდა თურქული მიხაკი Blue Moon ძალიან რთულად კალმდება ყოველთვის ვიძახი ხოლმე ამას და ორი ძირი არა სამი ძირი მაქვს კიდევ ერთი ჩავაკალმე შარშან და დავრგე აბრახამ დერბი უკვე ჩამოშლილა ვერ მოვასწარი მოწყვეტა ზე გუშინ შუა დღისით ისეთი მზიანი ამინდი იყო მინდოდა გადამეღო მაგრამ მზეზე ჩვრებივით კიდია ისე მოითუთქება ხოლმე ეს ყვავილები კატეგორიულად არ უყვარს მზე წვიმა ესეც ცვალებადი ამინდი აი ხა დილიდან კოხტად გამოიყურება გუშინ კი პაპანაკება სიცხეში თავები ჰქონდათ ჩამოქინდრული იქით შორს არ მინდა გადავიღო შენებლობა გვაქვს და ძალიან აყრილი ეზო მაქვს იქით ჭიები მოვიდნენ დიდი შავი ჭიები იცის ხოლმე ვერ ჩასხდებიან შიგ და აფუჭებენ ვარდებს ეს პატარა ჩაკალმებული ჩიპენდეილი რა დღეში არის ალბათ კი უნდა მომეცალა ამისთვის ამდენი
ყვავილები რომ აქვს, რა თუნდა რომ ყვავის ცოდვა დაიჩაგრება. ერთი წლის ნერგი შაშან ჩავაკალმე და აგარ ესეთი უხვად ყვავის. Blue moon. საერთო ხედი. აქეთ გამოვიარეთ. იქით ცინერასტრუმი ისევ ყვავის. ესე იგი კარგი ხანია ყვავილები აქვს. აი ამ ვარდნაც გაიყვავილა. იზრდება მაღალი ძალიან და მე თავი ცუდად უჭირავს ხოლმე და რა ვიცი ეს რკალი გავუკეთე და ნახოთ შეიძლება მოვაძრო მე ისე რაღაც არ მომწონს ეს მწვანე რგოლი. სუპერსტარი უბრალო ძველებური ჯიში. ხელები აქვს, ვერც კი უჭირავს თავის თავი. ღეროები წვრილი აქვს და უჭირს სამხელა ყვავილების სწორად რომ დაიჭიროს. აი ეს აქ ღეროები უფრო ის არის. არ არის ესეთი რბილი. ისინი კოხტით დგანან. ლამაზი ფერის გაყვავდა იქ თურქული მიხაკი. მალე თეთრი პიონი გაყვავდება აქ. ცინერასტრუმი. აქ თეთრი პიონი მაქვს, თეთრი ვარდი არის და ეს შედავ ერთად, სამივე ერთად რომ გაყვავდეს, ლამაზი კომპოზიცია იქნებოდა. ფისუნია არ მშორდება. სად არის მეორე ფისუნია? აქ მიქს ბორდერი მაქვს, ესე იგი, რაც ეზოში ყვავის, ალბათ თავისით ჩაიყარა თესლი. თავისით არის აქ ამოსული ყველაფერი. სარეველაც, აგერ გიფსოფილას, ზაფრანები. ეს ბალახიც ისე მოედო მთელს ეზოში. ასეთი კომპოზიცია. აი აქ ჩავივიდით უცბად, იმიტომ რომ უკვე 23 წუთია, როგორ უცბად გაირბინა დრო. დიდი ვიდეო რო არის, ძალიან ძნელად იტვირთება მერე. ჩიპენდეილი ისევ და ისევ. აი, ზუსტად გადმოსცემს, როგორი ლამაზი არის. აქ ესე ცოტა მოშორებით ვარდები მყავს, ძირითად ვარდების ბაღში თუ რამე გამიხმება, აქედან გადავგავ ხოლმე. მწვანე ვარდი. შესანიშნავად გამოიყურება ეხლა. მაგრამ ყველა ერთნაირად იწამლება, მაგრამ ამას არავითარი წამალი არ შვედის. მალე ავადდება ხოლმე. ჯერაც ერთი არ ყვავის. ეს არ მახსოვს რომელი ვარდია.
Siminди დავთესეთ ერთი რიგი. მამალი გამოვიდა აქეთ. ჯერ არ არის ამოსული. კარგია წვიმები როა. ყველას უკვე ამოუვიდა siminди, ბატიბუტი. როგორ დგას მამალი. კარგით, აბა ამით დავასრულებ ჩემს დღევანდელ ვიდეოს. გავისეირნეთ ერთად, იმედია თქვენც მოგეწონათ. დილის ბაღი, რა ვიცი, მზე მაინც და მაინც არ გამოჩნდა. ესეთი ღრუბლიანი ცა გვაქვს დღეს, იმედია. ამინდი მერე გამოვა და დათბება. დილიდანვე კი ცოტა გრილა. კარგად ბრძანდებოდეთ, ყოველივე კარგს გისურვებთ.